თქვენისთვის. Le Petit Olivier, სერიალის სპონსორი. Le Petit Olivier. ნოგაშინია მე ვარ. Bak kontrolü. ყველაფერს ვაკონტროლებ. Sırf sen huzursuz olma diye. შეიძლება დღეს აქ დავრჩე კიდეც. Kalırım. ნოგაშინია. Eskisi ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გინდა. yapacaksın. შენს და ძალიან უყვარხარ და შენზე ზრუნავს. კარგად არის? კარგად არის. İster თუ გინდა ჰაერზე გავისეირნოთ, მოგიხდება. sana iyi gelir. აღუნდგარეთ ცივა, რამე მოიხურა. დამოდე. ელიფ. დაჯექი. Visi mankana. ვიქირავე. ასეა. თუ გადაიხდი რამდენიმე დღე მდიდრულად იცხოვრდება. დაჯექი. კარგია. შვენივრად გამოიყურები. შენც არა გიშავს. ზერინ არ დალევ, დამშვიდდები. არ მინდა გმადლობთ. მე დაასლი არ ვსვამთ. ხომ ასეა ასლი. სიამოვნებით დავლებდი, მაგრამ დედამ კაცრად მაკონტროლებს ძიათაი არ. იმედი არ დაიგვიანებენ. დედა, რატომ ღელავ? ორ დღეში გაუჩინარდება. ტყუილად ნერვიულობ. ასე რატომ ამბობ? იქნებ სერიოზული ურთიერთობა აქვთ. ო, ელიფისთვის შეიძლება სერიოზული იყოს, მაგრამ იმ კაცის რა მოგახსენო? ელიფ, მოიცადე. ჩქარა. პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი შევალთ მიხვდებიან, რომ შეყვარებულები არ ვართ. რას მთავაზობ? ერთად უნდა ვიყოთ. როგორ? ახლოს უნდა ვიყოთ. თორემ არავინ დაიჯერებს, რომ ერთმანეთი გვიყვარს. ბუნებრივად უნდა მოვიქცეთ. ეს არ მომწონს. 40 წლის სოლქმარს გავართ. ხელი ჩავჭიდოთ. მაინც არ გამოგდის.
მალე მოვლენ, მაპატიეთ აიარ. არა უშავს ერინე. დამშვიდდი. ძალიან მშიარ ვივახშმოთ. Sakma artık. Hı? რა სიტყვი ფინარ? Sen de bütün gün... დღეს მართლა არ გიჭამია? დიახ, მართლა. აი მოვიდნენ. ახალგაზრდებს მე შევეგებები. არ გინდა მე გავაღებ. გვაპატიეთ ზიათ აიარ. საღამომშვიდობისა. Geldiniz. გამარჯობა. მე თაიარ დუნდარი ვარ. ომერჯანერი სასიამოვნო. ელიფი შვილივით მიყვარს. Yarısı sayılırım. ელიფი თქვენზე მესაუბრება ხოლმე. ვიცი რომ დიდ პატივს გცემთ. Ben de size aynı მე კი არ ვიცი თქვენ მიმართ რაც გრძნობს. cümleler engel olmadan რადგან ელიფს ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. söz etmedi. მაგრამ არა უშავს. დღეს გაგიცნობთ და უფრო დაგიახლოვდებით. ჩემი აქ მოსვლის მიზეზიც ეს არის. გთხოვთ. Herkese... საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა ზერინ ჰანიმ. გამარჯობა. დაგაგვიანდათ, საცობში მოხვდით? მაპატიეთ, ჩემი ბრალია. დიდი ხანია სტამბოლში არ ყოფილ ვარ. გზები შეცვლილა. რამდენჯერმე არასწორად გადავუხვია. ნავიგატორი არ გაქვთ? გამარჯობა. როგორც მივხვდი შენ ასლი ხარ. შენ კი თან არი. სასიამოვნოა. მაპატიეთ შენობით რომ მოგმართავთ, მაგრამ ელიფი სულ გახსენებთ და ასე მგონია რომ კარგად გიცნობთ. სულ თქვენზე ლაპარაკობს. იმ ბანაკს რა ერქვა შვეიცარიაში ერთად რომ იყავით? 2001-ში გახსოვს? ელიფი ხშირად იხსენებს. ელიფ? არ მეგონა საერთოდ თუ მახსენებდი. რას ამბობ ასლი? შვეიცარია 2001 წელი. ჯანი არ არის? მისი ნახოც მინდა. არ არის. მამასთანაა. მაგრამ კარგიც კი არ, რადგან დეიდა ძალიან უყვარს და იეჭვიანებდა. როგორ ჩანს უამრავი სალაპარაკო გვაქვს. var. მაგიდასთან დავსყდეთ. ხო, რაღაც დავიბენით. Kala kaldık ayakta. კარგია რომ შეგვახსენე. ზიათ აიარ, მერთი არ არის? აქ არის. მერც დაუძახე ძვირფასო. ახლავე თაიარ. არდა ტელეფონს თავი დაანებე და შემდეგი სახელი მიკარნახე. დავიღალე. თანაც მშია. არ დავისვენოთ? არა, აჯობებს ვიმუშაოთ. ფელინ, არდა. პროკურორი დენიზერის საქმის მასალებს ითხოვს, ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ. გასაგებია. და კიდევ კოოპერატივის სიმწევრების სახელები მჭირდება, რომლებსაც ახმედ დენიზერის წინააღმდეგ საჩევრები ჰქონდა ჩემოტანილი. ახლავე. პროკურორს გადავცეთ, რომ ჩვენების მისაცემად დაიბარონ. რას მიყურებთ? საქმის მასალები შემოიტანეთ. დავიღუპეთ. თათფირი დილამდე გასტანს. რა მოხდა? რა დაგავალათ? მაჩვენეთ რას ეძებთ და გეხმარებით. რას მიყურებთ? თქვენ არ მთხოვეთ ომერს დაეხმარეო. ვერაფრით გასიამოვნებთ კაცი. მომეცი. ვისეძებთ? Amirim, bu liste ნასამართლევ პირებს var, ona bakacağız. მათი ფოტოები უნდა მოუბეჭდოთ. ომერმა თქვა, კარგი, არ მაინტერესებს რა თქვა. მინდა ჩემს მას დავეხმარო. თქვენ საქმეში ჩარევას არ ვაპირებ. ჰუსეინ, თათფირი როგორც კი დამთავრდება მოვალთ. კარგი. სასიამოვნოა, ჩემთვისაც.
ერთმანეთი როგორ გაიცანით? როგორც ფილმებში ხდება ხოლმე, არა? საყვარელო შენ უამბე. ომერი უკეთ მოგიყვებათ. ჩვეულებრივი სასიყვარულო ისტორია ფილმს სულაც არ გავს. საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებდა. LPG-ს ქვებით ვამარაგებდით. ერთ დღესაც შეკვეთასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა გაჩნდა. მინდოდა ელიფისთვის ბოდიში მომეხადა, მაგრამ არ დამაკავშირეს. ელიფს ჩემზე უკეთ იცნობთ, სხვისი მოსმენა არ უყვარს. ჯიუტია. თუმცა არ გაიმტყუნება. გამოფენისთვის ემზადებოდა. გაღიზიანებული იყო და ყურმილი დამიკიდა. მივხვდი, რომ ასე ვერაფერს მივაღწევდი და სახელოსნოში მივაკითხე. სიურპრიზები ძალიან უყვარს. არც ადგილს აქცევს ყურადღებას და არც დროს. უცებ ჩნდება. იმას გულისხმობს, თვითმფრინავში მოულოდნელად მის გვერდით რომ აღმოუჩნდი. მოკლედ მასთან მივედი. ელიფს ომერჯანერი 70 წლის კაცი ეგონა. ძალიან გაუკვირდა. შესარიგებლად ვახშამზე დავპატიჟე. ვისაუბრეთ და მას შემდეგ სულ ერთად ვართ. ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიმართლა. ეს როდის მოხდა? ზაფხული იყო. გაზაფხული იყო. მზიანი დღე იყო. რადგან ზამთარში დავიბადე, ჩემთვის ერთი მზის სხივით ზაფხულია. ესე იგი, ზამთარში დაიბადე. საიდან ხარ? ანგარიდან, კერძოდ დიქმენიდან. თუმცა კანდილში დავიბადე და გავიზარდე. დაწყებითი და საშუალო განათლება ლონდონში მივიღე. უნივერსიტეტი კი რომში დავამთავრე. და იქ დავრჩე. ერთი რამ ვერ გავიგე. ქვები იტალიაში აფრიკიდან შეგვაქვს. თქვენს ფირმას არ ვიცნობ. ასე ასლი. მაგრამ განსაკუთრებული კოლექციებისთვის ქვებს ომერის ფირმის გამყიდულობ. ყველაზე ხარისხიანი ქვები მათ ჩამოაქვთ. თუ ასე იმ ქვების ნახვა მეც მინდა. რა თქმა უნდა. ქვა. არ მესმის ქალებს ასე რა იზიდავს. ხსენებაზეც კი თვალები გიბრწყინავთ. მართალი ბრძანდებით. ყველაზე ძვირფასი ქვა ალმასია. ხომ წარმოგიდგენიათ? ალმასის გაჭრა მხოლოდ ალმასითვია შესაძლებელი. Le petit Olivier. ეს როდის მოხდა? ზაფხული იყო. გაზაფხული იყო. მზიანი დღე იყო. რადგან ზამთარში დავიბადე, ჩემთვის ერთი მზის სხივით ზაფხულია. ესე იგი, ზამთარში დაიბადე. საიდან ხარ? ანგარიდან, კერძოდ დიქმენიდან. თუმცა კანდილში დავიბადე და გავიზარდე. დაწყებითი და საშუალო განათლება ლონდონში მივიღე. უნივერსიტეტი კი რომში დავამთავრე. და იქ დავრჩე. ერთი რამ ვერ გავიგე. ქვები იტალიაში აფრიკიდან შეგვაქვს. თქვენს ფირმას არ ვიცნობ. ასე ასლი. მაგრამ განსაკუთრებული კოლექციებისთვის ქვებს ომერის ფირმის გამყიდულობ. ყველაზე ხარისხიანი ქვები მათ ჩამოაქვთ. თუ ასე იმ ქვების ნახვა მეც მინდა. რა თქმა უნდა. ქვა. არ მესმის ქალებს ასე რა იზიდავს. ხსენებაზეც კი თვალები გიბრწყინავთ. მართალი ბრძანდებით. ყველაზე ძვირფასი ქვა ალმასია. ხომ წარმოგიდგენიათ? ალმასის გაჭრა მხოლოდ ალმასითვია შესაძლებელი. ორგენ. რადგან ასეა, ელიფი და ომერი ვადღე გრძელოთ.
კეთილი იყოს ჩემს სახლში თქვენი მობრძანება. რასუფთა ჰაერია რა? ხო, ხცივა? არა, კარგია. ნილუფერი. ლამაზი სახელია. ნილუფერი რატომ დაგარქვეს? არ ვიცი. ნილუფერი, იგივე ლოტოსი, უსუნოყვავილია, მაგრამ ძალიან ლამაზია. შენსავით. ფორცლებზე არსებული ნამი. ყვავილს ჭუჭღისგან იცავს. ჩემ სახელზე ამდენი რამ არც ვიცოდი. ძალიან კარგი. თუ ვინმე გკითხავს გეცოდინება. სიცილი ძალიან გიხდება. შეიძლება? დაიღალე? ცოტა. შენი მესმის. ელიფისგან ვიცი, რომ ხიარული ოჯახი ჰყავს. ხიარული და მრავალრიცხოვანი. კიდევ ერთი დახყულია, მაგრამ დღეს ვერ გავიცანე. ნილუფერი? აქ არა. ვინ იცის სად არის? რატომ? ამერიკაში არ სწავლობს? თუ მეშლება? იქ არის. წესით იქ უნდა იყოს. კიდევ უნდა დავლია. დალევ? არა, გმადლობა. ვიღაც ლევენტი არ მომეწონა და გავუშვი. ელიფი ჰოლდინგში არ დადის. ის კაცი რისთვის გვჭირდება? ომერბეი რამდენ ხანს დარჩება? დიდხანს არა, იქ უამრავი საქმე აქვს. ურთიერთობის გაგრძელებას როგორ აპირებთ? ამაზე გისაუბრიათ? არ ვიცი, არც გადაგვიწყვეტია. ეს როგორ წარმოგიდგენია შენ აქ ის იქ? დედა, არ ვიცი. ჯერ არ მიფიქრია. ელიფ, ეს კაცი მართლა მოგწონს. გამოაგდეს და ჩვენთან მოვიდა. ასეთი სისულელი სადმე გაგიგიათ? რომი როგორია? აქაურობისგან განსხვავდება? რა თქმა უნდა. წლებია იქ ცხოვრობ, არა? დიახ. ომერ დემირ. არ გინდა. ბერმიცანი? ნამიკ ქემალის სკოლა დავამთავრე. ფინა როზერი ვარ. რატომ იტყუები? ხო, ნილუფერივით მოიქცევი. ზრდასრული ხალი ხარ. შენს მომავალზე უნდა იზრუნო. რადგან ჩამოვიდე, ესე იგი სერიოზული განზრახვა აქვს. მომავალზე აუცილებლად ვილაპარაკებთ, კარგი? წავალ, ომერს ნახავ. ელიფ. დაიდაზერინ, თუ შეიძლება, ელიფს რაღაც უნდა ვუთხრა. რა თქმა უნდა. ამიხსენი. თუ შევიდეთ და ჩვენ სკოლაზე ვილაპარაკოთ. ზერინ ჰარიმს ეწყინება თუ გაიგებს, რომ კერძო სკოლის ნაცვლად სახელმწიფო სკოლაში სწავლობდი. იმასაც ვიტყვით, რომ სკოლაში საუკეთესო იყავი და იმასაც, რომ კანდილში კი არა. ანადოლუ ჰისარში გაიზარდე. რა სიტყვი? რას ვიტყვი? შენ სათქმელს რომ დაამთავრება.
აი არ ვიციას ვეტყვი რომ შენ და თან ერი საყვარლები ხართ. სასისულელია. სასისულელე. დავინახე მთელი საღამოასლის როგორ უყურებდე. ერთმანეთს რომ იტყვიან თვალებით ჭამდით. შემდეგ უცებ გაუჩინარდი და შეღებილი ტუჩებით გამოჩნდი. თან ერთსა წითელი ტუჩები ჰქონდა. თუ ვწდები. თავი დამანებე. თუ შენს დამანებებ თავს სიამოვნებით. კარგი რაელები, ნიუ-იორკში ვიყავი, იქ არ არის. ნილუფერი ნიუ-იორკშია. Ama seninle görüş... მაგრამ როგორც ჩანს შენი ნახვა არ უნდა. კარგი რა, მისი მეგობარიც მატყუებს? ხო, იქნება მიხსნა ჩემი ნახვა რატომ არ უნდა. Bilmiyorum მე არ ვიცი, ama მაგრამ eğer sen... შენ თუ იცი მითხარი. Dinlerim. ვიცი, რომ ჩემ დაბადების დღეს ერთმანეთს უნდა შეხვედროდით. Biliyorum. იმ ღამეს რა მოხდა? Anlatmak თუ istersen მეტყვი მზად ვარ ben მოგისმინო. dinlemeye hazırım. ხელებს დავიბანო. სწორედ ახლა მერც ველაპარაკებოდი. იცის რომ ნილუფერი ნიუ-იორკში არ არის. სავიტაღელვებულია. ნილუფერს თურმე ნიუ-იორკში წეძებდა. მას რომ გაეტაცებინა, ასე არ მოიქცეოდა. დამოდე. მოკაცრავად, მაგრამ ხვალსაქმიანი შეხვედრა მაქვს, უნდა დაგტოვოთ. სად მიდიხართ? დესერტი ჯერ არ მოუტანიათ, რატომ ჩქარობთ? სხვა დროს იყოს. არ გეგონოთ რომ ერთი ვახშმით თავს დააღწევთ. ჩემ სახლშიც გელოდებით. აუცილებლად გეწვევით. ძიათაიარ, თუ არ გეწყინებათ მეც წავალ. წადი შვილო. ომერ, ვიდრე იტალიაში დაბრუნდები. კიდევ ერთხელ შევხვდეთ, რომ თან სავაჭრო ურთიერთობის გამოწყება მინდა. იქნებ ევროპული ბაზრის ათვისებაში დამეხმარო. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით. ელი, გელოდები არ დაიგვიანო, უნდა ვილაპარაკოთ. ნუ ღელავდე და არ დავიგვიანებ. ღამემშვიდობისა. ღამემშვიდობის. ღამემშვიდობისა. Teşekkür ederim. გმადლობთ. გმადლობთ. ხელს არ გამიშვებ? Evet ya. რა თქმა უნდა, უფლიანი გაქვს. Allah'ım ya Rabbim. ნერვებს მიშლი. Sabır ver. Bu arada ძალიან გამაოცე. içeride gayet აღფრთოვანებული ვარ. ilgilenmedim desem არ ველოდი მუზეუმებზე ლაპარაკობდი. მიქელანჯელოც კი ახსენე. უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. გგონია ღარიბები გაუნათლებლები არიან? yok. არა, ეგ არ მიგულისხმია. შენი შექება მინდოდა. მართლაც განუმეორებელი იყავი. ჩვენი გაცნობის ისტორია ძალიან მომეწონა. რა იცი რომ გამოფენების დროს შეკვეთები იგვიანებს? ან 70 წლის ბიზნესმენებთან რომ აქვს ურთიერთობა. იცი რა, შენს განუმეორებელი იყავი. წავიდეთ. გისმენ არდა? ელიფი მანდარის? რა ხდება? ომერ, ქუჩუქიალის სანაპიროსთან გელოდებით, სასწრაფოდ. კარგი, გასაგებია, მოვდივართ. რა მოხდა? დაჯიქე. არ გინდა დავსხდეთ? კარგი. კარგი. საერთნობა მოგიხდა. ხო, გმადლობთ. არაფერს. ბიჭებს ვეთყვი და ჩაის მოგიტანენ. არ მინდა.
შეიძლება წყალი დავლიო. Bir bardak su alabilir miyim? ძალიან მწყურია. Boğazım kurudu da. რა თქმა უნდა. ომერ, დაივინგის კლუბის წევრთა სია შევისწავლეთ. სხვაც დაგვეხმარა. რა გაირკვა? 6 მათგანი ნასამართლევია. გადახედე, იქნებ ვინმე ამოიცნო. ეს არ არის. არც ეს. იცანე? ეს არის. ომერ, ეს იყო. კარგი, დამშვიდდე. ნილუფერს მალე ვიპოვით. ამ კაცის საშუალებით შენს დას მივაგნებთ. შენს დას გადავარჩენ თელებ. დარწმუნებული ხარ? Ya evet. ხო, Adım ეჭვიც არ მეპარება. bu adam evimize geldi. ჩვენ სახლში მოვიდა და მკითხა ალმასები სად არისო. Sonra o მე იმ ქოხში რომ მიგვიყვანეს იქ დაგხვდა. ველოდებოდა. სიტკი ქოჩანი, ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაუკავებიათ და 2 წლის შემდეგ გაუთავისუფლებიათ. გაუპატიურების მუხლიც ქონია. ციხეში 4 წელი გაატარა. გაუპატიურების მუხლი? ელიფ, ისინი შენს დას ვერაფერს დაუშავებენ. სხვა მიზანი აქვთ, გესმის? დამშვიდდე. შენს დას გადავარჩენთ. თუ არ დამშვიდდები, ვერ დაგვეხმარები, გესმის? კარგი. მისამართი იპოვეთ? არა, ხომ არ ვიცოდით რომელი იყო, გვინდოდა ჯერ ელიფს ამოეცნო. ახლა ჩემთან წავიდეთ და მისამართი სამოქალაქო რეესტრის საიტიდან გავიგოთ. ეს კაცი დღესვე უნდა ვიპოვოთ. უნდა ვიპოვოთ და ელიფის და გადავარჩინოთ. გასაგებია? წავიდეთ, ელიფ. ომერ. დიდი მადლობა. რისთვის? სიტყვას ასრულებ. ნილუფერს მალე იპოვი. გასაგებია, თურმე არ მენდობოდი. გაგვირვებული ჩანხარ. ხელს არ გამიშვებ? მაპატი. უკაცრავად. La petite Olivia. ნილუფერ! ნილუფერ! გამიშვი, გამიშვი. Bakın bir daha ეს აღარ გაბედო, გასაგებია? anladın mı? გამიშვი. 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 ხელი გამიშვი. ნილუფერ! ნილუფერ, დამშვიდდე! დამშვიდდე! გამიშვი. გამიშვი.
კელეფჩე, მოდი ჩემთან. გამომართე. მოდი ჩემთან. ჩამრთველი სად არის? მარცხნივ. გინდა რამე? ახლა ვენახეთ. ზედმეტად ნუ შეაწუხებ. როგორც მიბრძანებთ კომისარო. კარგი რა. მის ამარც ახლა ვევიპოვით. ჯერ აროლი უნდა ჩავწერო. ელიფ. პაროლი უნდა შეიყვანოს. მაპატი. ესეც ასე. აბა, რა სიტყვით? ელიფის შეყვარებული მოგეწონათ? კარგი ბიჭი ჩანს. არ ვიცი. ვიცი. ქალებს ძალიან ძლიერი ინტუიცია აქვთ. თავიდანვე დედობრივი ინსტინქტებით იბადებიან და ამიტომ ეჭვიანები და უნდობლები არიან. ელიფი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ამიტომ უნდა მითხრა. თანაც გულწრფელად. მოგეწონა? კარგი ადამიანი ჩანს. იმედია ბედნიერები იქნებიან. უკაცრავად, მაგრამ მეძინება. დავწვევი. მამა, უნდა ვილაპარაკოთ. გისმენ. კოღონდ არ გამიბრაზდე. ნიუ-იორკში ნილუფერის გამოწავედი. ერთმანეთი გვიყვარს. მამა, ნილუფერი გაუჩინარდა, დაიკარგა. რას ნიშნავს დაიკარგა? არ ვიცი. სად არ ვეძებე? ელიფს ვკითხი ასლისაც, მაგრამ არ იციან. ყველას ნიუ-იორკში გონია. ძალიან ნერვიულობ. ნამდვილად რაღაც შეემთხვა. მაპატი. ჯუმად. იმედი გამიცრუე. კაცრად დაისჯები. მაპატი, გთხოვ. უკვე გვიანია. ახლა დაფიქრდი და მიხვდები ჩემთვის იმედის გაცრუება რას ნიშნავს. არ წახვიდე, გთხოვ. გემუდარები. ვეღარ გავუძლებ მეთინ. ნილუფერ. დაჯექი. აღარ შემაწუხო. არ წახვიდე, გთხოვ. ეს აღარ განმეორდება. ქეფიცები. ძალიან არ მომწონს ერთმანეთს რომ ხვდებით. ის ჩვენი ოჯახის მეგობრის შვილია. ეს არ გეკადრება, გესმის, არ გეკადრება. არც ის მომწონს, რომ რაღაც გაგიჭირდა, მაგრამ ჩემთან არ მოხვედე. ეს კიდევ უფრო მაბრაზებს. მამა, თავიდან მეგონა მემალებოდა, მაგრამ არა, მართლა გაუჩინარდა. ვაიცადე, დამშვიდდი. პანიკა საჭირო არაა. ზერინმა რომ გაიგოს ვერ გადაიტანს. როგორ მოვიქცეთ? მე გავარკვევ. მაგრამ შენ გაჩვენდი და სიტყვა არავისთან დაგწდეს, გასაგებია? გასაგებია, შვილო? კარგი მამა. თავარია ნილუფერი ვიპოვოთ. კარგი.
არ ჩაიტვირთა? ჯერ არა. ასეთი ნელი რატომ არის? მთელი ქვეყნის მოსახლეობა აქ არის რეგისტრირებული. აი, გაიხსნა. ქაღალდი და კალამი მომეცი. მე ჩავიწერ. წამოხვალთ? რა თქმა უნდა. წავიდეთ. წავედით. Elif'in bir sevgilisi. ელიფ შეყვარებული ყოლია. ომერ ბეი. Dilin mi var? შეყვარებული რომ მყავს, ასე უნდა გავიგო? უნდა მეთქვა. Tane? საყვარელო. არ ვიცოდი აქ რომ იყავი, თორემ ასე დიდხანს არ ვირბენდე. რატომ არ მითხარი? მაშინვე წამოვიდოდე. არა უშავს. ელიფანიმს ელაპარაკე? უთხარი რომ გამომაგდეს. თქვა დილით მოვიდეს და საქმეს მიხედოსო. რა თქვი? ხვალ დილით მოვიდეს და საქმეს მიხედოსო. მეხუმრები? ესე იგი დისაზრს არ ითვალისწინებს? მართლა უთხარი? ჩემი იმედი უნდა გქონდეს. Çok bozulduğunu da söyledi. იცით უთხარი ნაწყენია და იქნებ ერთად ივახში მოთმეთქი. Öyle anca ikna edebilirsin falan da dedi. რა გითხრა? Yarın sabah მომწერა. დილით ერთად ვისაუზმოთო. ძალიან კარგი. მოწყენილი რატომ ხარ? Yo, canım. არა, სულაც არა. Yorgun. უბრალოდ დავიღალე. მართლა მეუბნები? რა თქმა უნდა ძვირფასო. რა უნდა მომხდარიყო? ძალიან დაღლილი ვარ. სულ ეს არის. შედი შხაპი მიიღე და მე ვიმეცადინოთ. ვიმეცადინოთ? რა უნდა მასწავლო? ბევრ შეკითხვას მისვამ. წადი, წყალი გადაივლე. წამოდი შხაპი ერთად მივიღოთ. წამოდი საყვარელო. კარგი. ერქოქის ქუჩა 12. მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. დაუჯერებელია. ერთი მეზობელიც არ არის რომ რამე ვკითხოთ. ყოველთვის ასე რატომ ხდება? რატომ არაფერი გამოგდის? მოიცადე ჯერ ახლა დავიწყეთ. ხელჩასაჭიდი სხვა არაფერი გვაქვს? სხვა მისამართი. ანისებ დაივინგის კლუბში წავიდეთ, იქნებ რამე გავიგოთ. კარგი, ხვალ წავიდეთ. არა, ახლა წავიდეთ, იქნებ ღია. დილით წავალთ. ომერმა წეღან დაგვირეკა და გვითხრა რომ მეთინი შენ სახლთან იყო მისული. ახლა სათოლთოლო კამერების ჩანაწერებს ვნახავთ. მისი სახე თუ გამოჩნდება, უფრო იოლად ვიპოვით. მინდა შენ სახელოსნოში სამკაულები დაამზადო და რეალურზე 100-ჯერ მეტი ფასი დაადო. ეს შეკვეთის ფორმაა. ორ კვირაში 120 ერთეული სამკაული უნდა დაამზადო. სათოლთოლო კამერა ყველაფერს იღებს? ასეა? როგორც წესი კი? მანქანაში რაც ხდება იმასაც? იმასაც დაინახავთ? ყველაფერი მაინტერესებს, ამიტომ გეკითხებით. საუბარს ვერ მოვისმენთ, მაგრამ შეგვიძლიათ უჩების მოძრაობით მივხვდეთ, რას ამბობს. თუ ფირი ხარისხიანია, მეთინის სახის ამოცნობასაც შევძლებთ. კარგი, თუ ასეა დროს ნუკარგავთ. მადლობთ რომ მოხვედით. არაფერს ომერ. მადლობას მოგვიხდი. ჩვენ არა, მადლობა შენ ძმას უნდა უთხრა. რატომ? ალიმ რაღაც დავალება მოგცა, ამიტომ დოკუმენტაცია ჰუსეინმა დაამუშავა. სითქის კვალზეც ის გავიდა. დროებით. დროებით. სკოლაში საკმაოდ მსუქანი იყო. მართლა? საინტერესოა. გამოცდების პერიოდში რაც ხელში მოხდებოდა, ყველაფერს ჭამდა. განსაკუთრებით ტკბილეული უყვარს. ესე იგი სტრესს ვერ უძლებს. ო, ვერ უძლებს. საკმარის ეწოდა ინერვიულოს და მაშინვე ჭამას იწყებს. ნიშნულობა არ აქვს რა იქნება, უაზროდ ჭამს. Siler süpürür. თუ შეიძლება აქ გააჩერე. რატომ? გააჩერე. გააჩერე, არ გესმის?
ხო, რა მოხდა? საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობისა. თუ შეიძლება ალუბლის ნამცხვარი სუფლე და როკოკო. გარეთ დავჯდები. დაუჩქარეთ გთხოვთ. დიახ, მეგი ერთი ჩაი თუ შეიძლება. დიახ. ყველაფერი შენ უნდა შეჭამო? კარგი, თუ გინდა მთელი საკონდიტრო გადაყლაპე, რა ჩემი საქმეა. გისმენ? რა? მე ამბე რა ხდება? გმადლობთ. გისმენ? რას გადამეკიდე? არ მესმის ჩემგან რისი გაგება გინდა? ჩემი ცხოვრება მძაფრ სიუჟეტიან ფილმს გავს. ეგ უკვე ვიცი. ახალი ინფორმაცია მჭირდება. რას მიმალავ? ხომ შევთანხმდით რომ არ მომატყუებდი? სულ რაღაცას მსაყვედურობ. მე კი მხოლოდ ის მინდა რომ ჩემი და დაუყოვნებლივ გაათავისუფლო. ბევრს ვითხოვ? არ ვიცი შენ და მეთინი მანქანაში რაზე ლაპარაკობდით, მაგრამ სათვალთვალო კამერებით საეჭვოდ დაინტერესდი. არ გინდა ვიცოდი მანქანაში რა მოხდა არა? რას აკეთებ? მომისმინე. ძალიან მინდა გენდობოდე. მაგრამ თვალს მოგაშორებ თუ არა მაშინვე უცნაურად იქცევე. ახლავე მეამბე მანქანაში რა ილაპარაკეთ. გისმენ? ღამე მშვიდობისა. წარმატებას გისურვებ. ომერ. მიზეზი არ მაინტერესებს. მეთილმა მითხრა, რომ ერთ-ერთმა ნაძირალამ ჩემი დის ხომ თქვით, ის სიტკი გაუპატიურების ბრალდებით ციხეში იჯდაო. იქნებ მეთილმა მაგაზე მითხრა. ნილუფერი იქ მარტოა. სულ მარტო. არ ვიცი რომ ვიპოვოთ რა მდგომარეობაში დამხვდება. მართლა არ ვიცი. კარგი. მოდერე. ვიცი ეს აუტანელია. შენს ადგილას სხვა ვერ გაუძლებდა. პირდები შენს დას ვიპოვიელებ. გეფიცები ერთმანეთს მალე ნახავთ. დამიჯერე. მიუკარებელია და ზედმეტად გულჩათხრობილი. მაგრამ თუ ვინმე მოეწონა ღრუბლებში იწყებს ფრენას. სადღაც წამიკითხავს. ერთი იდეით შეპყრობილ ადამიანებს ერთმანეთი ადვილად უყვარდებათო. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.